მოგესალმებით, ამ ვიდეოში საუბარი იქნება იმ ტექნიკებზე და იმ პრაქტიკებზე, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომ გავიაროთ ეს ტრანსფორმაციის გზა და საკუთარი თავის შემეცნების პროცესი. ტექნიკები არსებობს უამრავი. დაწყებულია ყველაზე მარტივიდან ყველაზე რთულით დამთავრებული. ეხლა აქ არის მნიშვნელობა, რომ შენ პირადად რა განვითარების ეტაპზე ხარ, ანუ შენთვის რომელი პრაქტიკა ყველაზე მეტად რეზონირებს. უამრავი ტექნიკა არის, ყველანაირი, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური, ასევე მენტალური, რაღაცა სხვადასხვა სავარჯიშოები, რომლებიც გვეხმარება ჩვენ ფიზიკური სხეულის მოწესრიგებაში, ასტრალური სხეულის, ემოციური სხეულის, მენტალური სხეულის, მაგრამ როგორ ავარჯიოთ ჩვენთვის საინტერესო და ის ტექნიკა, რომელიც ყველაზე მეტად ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება, ეს არის ყოველთვის ძირითადად პრობლემა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რაღაც ტექნიკას ვიწყებთ, რაღაც მოლოდინები გვაქვს, მე არ მართლდება ეს მოლოდინები, მე მეორე ტექნიკა, მესამე ტექნიკა და მე ან ბევრს ერთდროულად ვაკეთებ და ეს რაღაცა ძალიან ესე რომ ვთქვათ, აჯაბს ანდალს ქმნის, რომელიც არც თუ ისე კარგი არის აი ამ პროცესში, ანუ განვითარების ტრანსფორმაციის პროცესში. ჯობია ერთი ტექნიკა აიღო, აირჩიო, ამოწურო, ანუ სანამ ბოლომდე არ მიიღებ იმას, რის იმოცემაც შეუძლია, უკვე ტექნიკა რო ვეღარ გეხმარება იქიდან გამომდინარე რომ რაღაც ეტაპზე განვითარდი, მე შეგიძლია სხვა ტექნიკას აღება, მაგრამ ჯობია რომ ერთს მიყვე მაქსიმალურად სანამ ბოლომდე თავის ბენეფიტს და შესაძლებლობებს არ ამოწურავს. იოგა ძალიან კარგია დამწყებებისთვის განსაკუთრებით, აი თუ საერთოდ არანაირი შეხება არ გქონიათ პრაქტიკებთან, იოგა ძალიან კარგია. იმიტომ რომ იოგა არ არის მარტო გაიწელე, გამოიწელე და რაღაცა ფიგურაზე სწორება არ ხდება ამ დროს, თუნდაც ის ელემენტარულად როცა იქ იწელები და თუნდაც კუნთი ცოტათი აქტივდება, გინდა არ გინდა შენი ყურადღება საკუთარ თავში არის ჩატრიალებული და თუნდაც რამდენიმე წამით შენი ყურადღება იმის მაგრად რომ გარეთ იყოს გაშლილი, იმ მომენტში შენ სხეულშია. შესაბამისად, სადაც არის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის მთელი ჩვენი ენერგია და ეს არის უკვე პირდაპირ გაგებით თვითშემეცნება, ანუ საკუთარი თავის სწავლის აღქმის პროცესი. იოგა ძალიან კარგია, არსებობს კიდე სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშები, ასევე არსებობს ძალიან ბევრი მენტალური ვარჯიშები, რასაც ჩვენ ვიძახით მედიტაციას, იმიტომ რომ მედიტაცია ესეც არის იოგა, ოღონ ეს არის მენტალური იოგა. გონებით ახერხებ აი იმ ერთობის და ერთიანობის მდგომარეობის აღქმას და შეგრძნებას. როგორც თქვით, მედიტაციებიც ძალიან ბევრია და არ დავაკონკრეტდები და არ ჩამოვთვლი უამრავი ტექნიკა არსებობს, ასევე გერითი მედიტაციები არსებობს, ასევე ხატვით მედიტაციები არსებობს, მოკლედ აი შენ რაც მოგწონს და რასთანაც ახლოს გრძნობ თავს, შეგიძლია ცადო ყველას მისცე შანსი დააკვირდე, გაანალიზი, გამოიტანო და რომელიც შენთან ყველაზე ახლოს იქნება, ის დააპრაქტიკო. მაგალითად, შენ სივრცეშიც უამრავი ესეთი მიმართულება შეგიძლიათ მოხვიდეთ, ცადოთ, არსებობს ასევე ღია კარის დღეები, სადაც შეგიძლიათ მოსინჯოთ, მოხვიდეთ, ნახოთ ის ტექნიკა, დაელაპარაკოთ მასწავლებელს, ნახოთ სივრცე და მერე თავად გადაწყვიტოთ. ასევე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ვირჩევთ ტექნიკას, პირველ რიგში გავითვალისწინოთ რა ტექნიკა არის, ანუ საიდან მოდის წარმომავლობა, საიდან არის, ანუ ვინ მოიგონა და ასევე ვინ გვაწვდის ამ ტექნიკას. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ძალიან წარმომავლობა, ანუ საიდან მოვიდა ვიღაცა, ამ გამოიგონა გუშინ წინ 2 წლის წინ, 500 წლის წინ თუ უფრო სანდო არის საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული მეთოდია. ვინც გამოიგონა, ანუ ვინც მოგვაწოდა ეს ტექნიკა, ვინც არის ამ ტექნიკის დამფუძნებელი თუ დამაარსებელი თუ ასე რომ ვთქვათ, გამორჩეველი, ის ადამიანი ვინ არის, თვითონ მოიგონა თავისი ტექნიკა, თავის გაცნობიერებებს მოყვა თუ არის რაღაცა სხვა უფრო ძველი ფესვები აქვს ამ ყველაფერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე მნიშვნელოვანი არის ვინ გვაძლევს და ვინ გვასწავლის ამ ტექნიკას. მასწავლებლის შესარჩევად ყველაზე კარგი კრიტერიუმი არის სიმშვიდე. მასწავლებელს ითვლება, რომ არ უნდა კონდეს ცეცხლი. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით მასში ბრაზი არ უნდა იყოს. როგორც ამბობენ, პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს მასწავლების შემთხვევაში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მაინც რეზონანსის პრინციპით მუშაობს,
თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმ სწავლებასთან, იმ მასწავლებელთან, ან იმ მიმართულებასთან რაღაც რეზონანს აუცილებლად იგრძნობთ და როცა რეზონირებს და რასთანაც რეზონირებს თქვენი შინაგანი სამყარო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კონკრეტულ მომენტში ის პრაქტიკა გჭირდებათ. მე პირადად შემიძლია გირჩიოთ მაგალითად ტრანსცენდენტული მედიტაცია. იმ გაგებით რომ ერთის მხრივ რომ მიკერძოებული ვარ, იმიტომ რომ მე თავად ვარ ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი და ვიცი როგორ მუშაობს, რა სიღრმეზე მუშაობს და დაკვირვებით ჩემ მოსწავლეებთან ხედავ რა სასწაულებს ახდენს და იქიდან იმაზე დაყნობით კიდევ რომ ეს ტექნიკა არის ისეთი მარტივი და ესეთი ბუნებრივი რომ ვინც არ უნდა დააპრაქტიკოს აი განვითარების რა დონეზეც არ უნდა იყო ან და სტრესების რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო ცნობიერების რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო ყველასთვის შედეგიანია. აი სულ რო არაფერი არ იცოდე და დღეს იწყებდე სულიერ განვითარებას ძალიან დიდ შედეგს მოგცემს და სულ რო გასხიოსნებული იყო და დააპრაქტიკო მაინც ძალიან დიდ შედეგს მოგცემს. აი ამ ხელა დიაპაზონი აქვს ტრანსცენდენტულ მედიტაციას. თუმცა როგორც თქვით, უამრავი ტექნიკაა, მე ნუ დამიჯერებთ და ნუ მომისმენთ თქვენ რომელთანაც იგრძნობთ უფრო მეტ კონტაქტს და უფრო მეტ რეზონანსს, ის შეგიძლიათ სცადოთ.